ვისაც ირადი გამოცხადება არ აქვს, ან ვისაც ირადი გამოცხადება ქონდა, მაგრამ დაივიწყა და დახურა ეს თემა და აღარ ცხოვრობს შესაბამისად, ისეთი ადამიანი გადადის ძველი აღთქმის ადამიანის მდგომარეობაში, როგორ არა წინასწარმეტყველის, არამედ უბირი ადამიანებისა, რომლებსაც უნდა წინასწარმეტყველთათვის დაეჯერებინათ. და ასეთი ადამიანებისათვის ღმერთი არის აბსოლუტურ მდუმარებაში. ეს ჩვენი პრობლემა ხომ არის, აბა გავიხსენოთ, როგორ გვინდა ხოლმე, რომ გავიგოთ ღვთისნება რა არის. როგორ გვინდა ხოლმე და როგორ ვერ ხვდებით და როგორ გვაქვს იმის განცდა, რომ ღმერთი არის მდუმარებაში. ღმერთი აბსოლუტურ მდუმარებაში იმყოფება და ჩვენ ვიხჩობით სულიერად, მისგან გვინდა სიცოცხლე და ეს სიცოცხლე არა გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში ახალი აღთქმის პერიოდში ღმერთი აღარ არის მდუმარებაში, ის მოვიდა შემთხვევით ხო არ არის მას ღმერთთან ერთად ლოგოსის ქვია, სიტყვა ქვია, მოვიდა და ადამიანურად გამოთქვა, როგორც იოანე მოციქულმა თქვა, რა უნდა ღმერთს. და ყველაფერთან ერთად და ეს გამონათქვამით თუ რა უნდა ღმერთს, ჩვენ რო წმინდა გული გქონდეს, ვართ რა ახალი აღთქმის მოქალაქეები და ნათელღებულნი, მირონცხებულნი, მაზიარებელი, ჩვენს გულში უნდა იწერებოდეს ეს თუ რა უნდა ღმერთს. და რადგან გული უწმინდურია, მე ოქროპირი ამბობს, რომ მე ღმერთმა ინება და მისი სიტყვები მოციქულებმა დაწერეს ეკლესიამ შემოგვინახა, დაწერილიც კი გვაქვს თუ რა უნდა ღმერთს. გესმით, დაწერილიცა გვაქვს. ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ღმერთი დუმს ჩვენთვის და ჩვენ აბა სუბიექტურად რომ დუმს, სუბიექტურად იმიტომ დუმს ჩვენთვის ღმერთი, რომ ის რაც დაწერილი გვაქვს, იმის შესაბამისად არ ვცხოვრობთ. მცირეც საშინა ერთგული ყავდა დიდსაზე და დაგადგინო შენ. მცირეა, მიწერია, აი ჩემ თავს ვეუბნები რა მიწერია, მე ხო ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო. მე მარტო სახარება ხო არ არის მოციქულთა გამოცდილება, მე 2000 სლოვანი გამოცდილება წმინდა მამების, აგერ მე-20-21 საუკუნის უდიდესი მოღვაწეები და წმინდანები. ბიჭო, წაიკითხე, ჩემ თავს ვეუბნები და იცხოვრე შესაბამისად და რომ არ ვაკეთებ ამას, მე როგორ უნდა მქონდეს პრეტენზია გულის იმგვარ სიწმინდეზე, რომ წიგნის გარეშე ვიცოდე ღმერთს, უნდა და ღმერთი ჩემთვის აღარ დუმდეს და დუმს იმიტომ, რომ ახალი აღთქმის მოქალაქე ფორმალურად და ნომინალურად ვარ და არა რეალურად. და ეს ყველაფერი მოცემული რაც მაქვს, ამ ყველაფერს რაღაც ისე ზერელად ვეკიდები. ხოლო თუ სწორად მოვეკიდები და ნახეთ რა შეუნება პეტრეს, როცა პეტრეს გულს რო ღმერთი შეეხება, რა შეუნება პეტრეს, შენ ხარ კლდე და ამ კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მან და მარტო პეტრეზე არ არის ეს ნათქვამი, როგორც სამწუხაროდ ლათინელებს გონიათ. ეს არის ყველა ადამიანზე ნათქვამი, ყოველი ადამიანი, რომლის გულსაც ღმერთია შენახები, რომლის გულსაც ქონდა პირადი გამოცდილება, რომელიც ამ შესაბამისი და რწმენა მიეცა და რწმენის შესაბამისად იწყებს ცხოვრებას, ყოველი ესეთი ადამიანი ეკლესიის ცოცხალი უჯრედია, კლდია და ყველა რო გაქრეს და ყველა რო განადგურდეს და მარტო შენ რო დარჩე ესეთი, შენ იქნები ეკლესია. ანუ გესმით, ეკლესიაა თითოეული ადამიანი, ამიტომ ხდება ის ტაძარი ღვთისა. ცოცხალი უჯრედია ქრისტეს მისტიკური სხეულისა და ამ რწმენის გამოა და ამ რწმენის ერთგულების გამოა, აი რაც პეტრეს ჰქონდა.